მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი GG Gaming-ი და დღეს ჩვენ ვითამაშებთ თამაშს FC Mobiles. ნუ როგორც იცით, წინა ვიდეოში თუ იმის წინაში დავაგდე 109-ვერიანი კვარაცხელიას ქარდი, რომელიც ახლა უკვე დავრანკე 2-ჯერ, შემდეგ ტრეინინგ ლეველებიც გავუკეთე. ასე გამოიყურება ახლა მისი ქარდი და ახლა გაჩვენებთ მის სტატებს. ესე გამოიყურება მისი სტატები ახლა 157 პეისი, 112 შუტინგი, 118 პასინგი, 154 დრიბლინგი, 109 ფიზიკალი. და სკილმოები აქვს 5 ვარსკვლავი და 4 ვარსკვლავი სტამინა. ერთი სკილ პოინტი გამოვიყენე დექსტერიტიზე, რაც ჰქონდა და ერთი სკილ პოინტი დრიბლინგზე. ხო. და ალბათ მანეს ჩაანაცვლებს და უფრო კარგი სტატები ექნება. ხო და გადავიდეთ ახლა და გადავიდეთ hit to hit-ში და ვითამაშოთ მეჩი, ჯერ ვიპოვოთ ოპონენტი. ნახოთ როგორი სტატები ექნება ჩვენს ოპონენტს. ასე გამოიყურება ჩვენი მეტოქის სტატები, რომელიც რონალდო ქვია ჩვენს მეტოქეს. 105 შეტევა, 105 ნახევარდაცვა და 103 დაცვა. ჩემი აზრით კვარაცხელიას ქარდს ამ დაცვასთან გამკლავება არ გაუჭირდება და ძალიან გაუადვილდება. დაიწყო თამაში. მთლიანი პორტუგალიის გუნდი იყო საწყობილი ამ ადამიანს. თავისი რონალდოთი და ქარდებით გარინჩა. კინი. მას ჩაუწიოთ. კაზორლა, კალაფიორი, კვარადონა. როდრიგო გომესი. გადავუწიოთ. კალაფიორი კვარაზე. კარგად გასდა. კარგად მიდიოდა არა და ძალიან. ბრუნო ფერნანდეშმა კი აქ ყველას გადაუარა. რაფა. დონარუმა გავიდე გოლი. როგორ გავუშვი გოლი? აზრზე არ ვარ, ასეთი დაცვით და ასეთი გუნდით, ამ გუნდთან გოლი უნდა გამეშვა, მაგრამ კრისტიანო რონალდოს ქარდები. მოდი წავიდეთ ახლა და კვარას გავატაინოთ გოლი მისი აიდოლის წინააღმდეგ. კარგი ფინტები აქვს ამ ქარდს. აქ პენალტი. არა ბიჭო რა? ძალიან ადვილად არღავს ჩემი დაცვის ხაზს. ჩემ დაცვას ძალიან სჭირდება გაძლიერება. დონარუმა მოიგერია, კრისტიანო კიდე მოიგერია. მოკლედ დონარუმა არის გაუტეხელი ხაზი ჩემს დაცვაში. დაცვაში ცვლილება იყო როგორც იცით. დარტმა ცუდი, პამეკანოს მაგივრად იყო ძირითად შემადგენლობაში დივინტერი, მაგრამ ის ხოლმე 3-ჯერ არის დარანკული და ვერ ვენდობოდი, თუმცა წესით უფრო ვერ უნდა ვენდო პამეკანოს, რადგან არ ვიცი რა ხდება, რატომ არის ასეთი ცუდი ეს ქარდი. მოდი გადავიტანოთ მარცხენა ფლანგზე, სადაც არის სანტი კაზორლა. კვარაცხელიას აქ რუბენდიასმა ძალიან ადვილად დაართვა. გონსალო რამოში. 1-0-ს ვაგებ და ჩემს შეტევას სჭირდება ცვლილება. მანე შემოვა სტრაიკერზე.
გაუგზავნოთ იმუთი. ბრუნო. ჟოაო კანსელო. ბრუნო კი ფერნანდეში ბოდიშით. ჩაწოდება რაფასი. კინი კარგად თამაშობს. მიულერი. გარინჩა ჟოაო კანსელოს როგორ უნდა გასცდეს. ჩართო. ჩაწოდება კვარაზე და კვარა. ვაუ. რა გოლი შემოგთავაზა ქართველმა შემტევმა. და გაათანაბრა ანგარიში. ჩაწოდება და ძალიან ლამაზი იყო ეს ყველაფერი. ხვიჩა კვარაცხელია შესრულებით. ამასობაში ცვლილება ჩვენ შეტევაში და რა თქმა უნდა ეს თამაში უნდა მოვიგოთ. კრისტიანო. კლავ კრისტიანო რონალდო, ბიჭო რატო? ლორენტე სად არის? რატო არ არის დაცვაში? ლორენტეს კარდი ვისაც არავინ არ გამოიყენოთ, ვისაც გჭირდებათ და ერთ-ერთი მთავარი კარდია არა. 7-იანი დააყენეთ, 6-იანი დააყენეთ. ამ ქარდს აჯობებს. ძელი გადაცემა კვარაცხელიას მიმართულებით. ვერ ჩამოიღო კარგად კვარამ. ცუდად ჩამოიღო და შემდეგ ბუთს ვეღარ დაეწია. კვარაცხელია. რა თქმა უნდა ამ დარანკვისთან ამ დარანკვის გათვალისწინებით მხოლოდ ბოდიში გიხდით მეგობრებო 2 რანკზეა. მხოლოდ კვარაცხელია და ამ რანკის გათვალისწინებით მაინც კარგად თამაშობს ეს კარდი გოლიც გაიტანა ამ შეხვედრაში რაშნახტომი შემოგთავაზა და რა გოლი იყო ეს. ამასობაში კი მეტოქე ბურთიანად გადავიდა ვენის ფარგლებს მიღმა. მანე კარგია. რაფა როდრიგო გომესი. ძალიან კარგად თამაშობს მეტოქე. როდრიგო გომესი. მეგობრებო ამ თამაშს ალბათ ვერ მოვიგებთ. მოდი გადავთოთ შეტევიცე. არ გვიშველის ვიცი. არ წავაგოთ საერთოდ მა. არა! დონარუმა კლავ. არა ამ ქარდის შეცვლას ვაპირებდი, აღარ ვაპირებ. დუდეკს ვაპირებდი დამეყენებინა, მაგრამ არ ვაპირებ. აღარ. მე მგონია რომ დუდეკზე უფრო კაი პერფორმანსი ექნება დონარუმას. დამთავრდა შეხვედრა. როგორც დაინახეთ, კვარათი ბევრი ვიფინტავეთ, არა და მაგარი ფინტები აქვს ძალიან და კარგი დრიბლინგიც აქვს, რადგან დრიბლინგის დაუბუსტეს სკილ პოინტით. მაგრამ გოლი გავიტანეთ, შვენიერი გოლი, რონალდოს სტილში უფრო მეტად არ იყო, მაგრამ გავდა რონალდოს. ხო და მეგობრებო, მოკლედ კვარაცხელია სკარდიმა, ანუ კვარაცხელიას სკარდმა ვერ ითამაშა ისე როგორც თვითონ ხვიჩა თამაშობს სინამდვილეში. ამ თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც დავრანკავ და გავაძლიერებ, ძალიან კაი კარდი იქნება ეს. ერთი მატჩი ვითამაში, არ დაგიმალავთ კალებს მიღმა და ისეთი ფინტები აკეთა ამ კარდმა. იმის თქმა მინდოდა, მანამდე მინდოდა გამეგო ის, რომ ამ კარდის დარანკვა ღირდა თუ არა. იმიტომ რომ იმას შერანოებით, რაც გამოვიყენე კვარაზე, შემეძლო რომ დივინტერის კარდი დამერანკა და დასვა გამეძლიერებინა. და ამიტომაც ერთი მატჩის თამაში გადავწყვიტე, რომ გამეგო კვარაცხელია რამდენად კარგი იყო და ისეთი ფინტები აკეთა, ელასტიკო, ლეინ ჩეინჯი და შემდეგ ისეთი ფინეს შუთები გააკეთა, რომ გადავწყვიტე, რომ დამერანკა, გამეძლიერებინა და ახლა უკვე თქვენთან ერთად გამოვცადე ეს დარანკული კარდი. და ძალიან კარგი გამოვიდა. მოკლედ მეგობრებო, ასეთი იყო ეს ვიდეო. მადლობს რომ უყურებდით. დამასაბსქრაიბეთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, არც ლაიქი არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოზე. და კარგად ბრძანდებოდეთ.